Salmebit ურფასო მაყურებლებო და სვენილებო. ვაგრძელებ ხარალდ კაუც ველასი ვიდეო ჩანაწერის ქართულად გადათარგმნას და პარალელურად ატვირთვას, რომელიც ეხება თემას ქიმიო ტრასები, მორგელონების დაავადება და შავი ჟიჟა. ეს თემა 3 ვიდეოთაა განაწილებული. ეს არის კაუც ველა, გერმანელი მეცნიერი. ჩვენეთი ნაბიჯი გადავდგა თუ უკან და გავარკვიოთო თუ ის ქიმიური ელემენტები, რომელსაც ჩვენ პოულობთო. ჩვენ პოულობთ ბარის, სტრონცის, ეტანი, ალუმინი. ეს გულისხმობს უკან ნაბიჯი გადავდგათო პირველი ვიდეოს თავში ყვება თუ როგორ თქო ეს დახმარება, რომ წაიკითხა ის ანალიზები, რომელიც მიიღეს ლაბორატორიიდან, რადგან ყოველი წლის შემდეგ იყופებოდა შემოსავალი და იმაგასა რო ყვება ბატონი ხარავდი, რომ ეს რაც ახლა ჩამოფთვალე ეს ელემენტები იყო აღმოჩენილი მცენარეებზე, რომლებიც დაიყופה წვიმის შემდეგ. ხო და ხარალდ კაუც ველა ამბობს, რომ ეს ის მეტალებია, რომლის მოდევნა შეიძლება ოღონდ დოზაზე ზედმეტი რაოდენობით. ეს მეტალები აღმოაჩინეს მცენარეებზე. ეს იმაზე მეტი ნორმაა, რომელიც სინამდვილეში უნდა იმ ნორმაზე მეტი, რაც უნდა იყოს სინამდვილეში ბუნებაში. ახლა რომ გამოვიდიო ტოქსიკოლოგია, ის ახლოსაც ვერ მიჩნდება ამ რაოდენობას, რომელსაც შეუძლია ზარალი მიაყენოს ყველას. მათ მithumedes ბუნებას. თუ დავაკვირდებით წვიმებს, შავიანობით გაჯერებულ წვიმებს, კისილტნედაშთი, ჟავას წვიმები, მაპატიეთ თუ არასწორად გადავთარგმნე, ასეთ წვიმებში 1000-ჯერ მეტი მძიმე მეტალებია. შემდეგ ეს მეტალები ნიადაგში ხვდება და შემდეგ ხვდება მცენარეებში. თუ გადავხედავთ მრეწველობის რევოლუციას, მაშინ ხო ფილტრები არ იყო, ჩვენ წვავდით ნახშირს, როგორც ჯოჯოხეთში. ეს იყო დრო, როდესაც ლონდონი იჯერებოდა კვამში, სმოგში, ხო და ეს ნახშირი წვისგან გამოწვეული სმოგი იმაზე მეტი იყო, ვიდრე დღეს მეტალები, მაგრამ არაფერი ცუდი არ მოხდარა. მომიწია შემეხედა ოპტიკურ ანალიზზე, მიკროსკოპულ ანალიზზე იმ მეტალებისა, რომელსაც ჩვენ პოულობდით წვიმის წყალში, მომიტევეთ ნაწვიმარ წყალში, აგრეთვე იყო 1000 ფოტო ნიმუშებისა. ახლა რასაც მე თქვენ გაჩვენებთ, ის დაფუძნებულია ერთი ადამიანის მუშაობაზე გერმანიაში, რომელმაც დახარჯა 3-4-5 წელი და ატარებდა 6 საათი მიკროსკოპთან, იმისთვის რომ გაერკვია თუ რა არის ნაწვიმარ წყალში. და ერთი კომპონენტი პიეზო ელექტრონული ნანო კრისტალი. ეს არის მისი სუფთა ეგზემპლარი. შეიძლება შეამჩნიო, რომ მას აქვს რაღაც რაოდენობით მაგნეტიზმი, რომელიც აიძულებს ნაწილაკებს შეუერთდეს ერთმანეთს და ისინი ფეთდებიან როგორც მაგნიტი, ერთმანეთს იზიდებიან როგორც მაგნიტი. ეს ერთ-ერთი ასპექტია ამ პიეზო ელექტრონული თვისებების. პიეზო ელექტრონული თვისებები ჩვეულებრივ სამებ მიეწერება ბარის, სტრონცის ატომებს და ეს არის ჩვენი ხელების ანაბეჭდი, ბარი, სტრონცი, ტიტანი, რომელსაც ჩვენ პოულობთ. ალუმინი იქ არ არის,
მაგრამ ეს სამი ელემენტი ბარი, სტრონცი და ტიტანი შედის ამ პიეზოელექტრონულ ნანო ნაწილაკებში, კრისტალში უпростоრად, ნანო პიეზოელექტრონულ ნანო კრისტალებში. და ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან საინტერესო კრისტალია, იმიტომ რომ რადგან წვიმის წვეთი, რომელიც გაშრა მინის ნაჭერზე, რომელიც იყო მიკროსკოპის ქვეშ, როდესაც თქვენ იღებთ ზედა ფენას, შემდეგ კი თითით ეხებით წვეთს, ან სუნთქავთ მაგ გამოსაკლე მინაზე, რომელზეც წვეთია წვიმის გამშრალი, ხედავთ რაღაც ეფექტებს. მე თქვენ ამას გაჩვენებთ ახლა. აი, ამას გულისხმობს. აი, ეს იყო მიკროსკოპის ქვეშ. შეხედეთ? ეს არის ადამიანის სხეულის ტემპერატურის შეცვლა. ხო, დაუბერა, თუ დაუბერავ именас. Их рефракция в 4 раза выше, чем у алмазов. И ახლა მე რო თქვენ გაჩვენებთ, ეს არის ნანო ნაწილაკების გამჭვირვალე უпростоრად ეს რაც ახლა მე თქვენ გამჭვირვალე ფიფქის მაგვარი გაჩვენეთ, ეს არის ნანო ნაწილაკები. თუ ვიკიპედიაში შეიხედათ, იქ გაიგებთ, რომ ეს ყველაფერი ამ ნივთიერებების დახმარებით შეიძლება უпростоრად ეს ნივთიერები შეიძლება გამოიყენოს სკალარულ ტექნოლოგიებში. ეს არის ფიზიკის ნაწილი, რომელიც საჯაროდ არ ისწავლება. ეს არის სკალარული ფიზიკა. ხო, ახლა მე შევედი ინტერნეტში და რა არის სკალარი? ეს არის ფიზიკური ერთეული, რომელიც აღწერს აიხტერება თავისი ერთეულით, რომელსაც უწოდებენ ვექტორი. ვექტორი ეს არის ერთეული და მიმართულება რამეს, სკალარული და ვექტორული величины ეს არის ფიზიკური ერთეული, გამოსანგარიშებული ერთეული. ხო, სკალარული რაოდენობა ფიზიკაში. ეს არის რაოდენობის ნიშნულობა, რომელიც შეიძლება აღნიშნულდეს ერთი ციფრით. უბრალოდ სიტყვებით ეს არის რაოდენობის აღსანიშნავი, რომელსაც აქვს მოქმედი ციფრი. და ეს სკალარული რაოდენობა ეს არის ფიზიკური რაოდენობის წარმოსახველი ნიშანი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი ნიშნულობა, რიცხვი ნიშნულობა. ოცდაჩვიდმეტი, 3. და ფიზიკაში სკალარული ნიშნულობა ეს არის ფიზიკური ნიშნულობა, რომელიც გამოიხატება მოდულით, ანუ რიცხვი ნიშნულობით. და ამავე დროს ის არითხოვს მიმართულებას. და რომელსაც ხო არ აქვს მიმართულება საერთოდ, მაგრამ აქვს ზომა.
ხო ხოლო ძომა აქვს ისა ხოლო ძომა აქვს მიმართულება არ აქვს და მაგალითად სკალარული რაოდენობების მნიშვნელობების ეს არის მასა მაგალითად 5 კილოვატი ტემპერატურა დრო მაგალითად იგივე ლიტრებში გამოიანგარიშება სიგრძე მუშაობა ენერგია სიმჭიდროვე ხო და სკალარული რაოდენობისგან განსხვავებით არის კიდე ვექტორული რაოდენობები მნიშვნელობა რომელსაც ეკუთვნის ამ ვექტორულ ნიშნულობას ეკუთვნის ძალა, სიჩქარე, სისწრაფე. აქვენ როგორც სიდიდე, როგორც ზომა, ასევე მიმართულება. ესე იგი, ვექტორულ ნიშნულობას აქვს არა მხოლოდ ზომა, არამედ მიმართულება, მაგრამ სკალარულ ნიშნულობას ვექტორული ნიშნულობისგან განსხვავებით აქვს მხოლოდ ზომა. მაგრამ არა მიმართულება. ხო, უბრალოდ სიტყვებით რომ თქვა, სკალარი ეს არის რიცხვი. მათემატიკაში და ფიზიკაში სკალარი ეს არის ნიშნულობის რაოდენობა, რომელიც განისაზღვრება თავისი რიცხვითი მნიშვნელობით. მცენარების დაღუპვის მიზეზი შედგება ამაში, რადგან კრისტალი არის გამჭვირვალე, მაგრამ ის შთანთქავს ულტრაფიოლეტურ სხივებს. ტალღის სიგრძეზე 262 ნანომეტრი. ამ სიხშირეზე კი მცენარეები ამუშავებენ იმპულსს უჯრედების გაყოფასთან დაკავშირებით. უბრალოდ ამ იმპულსი იწყება უჯრედების გაყოფა მცენარეებში. უჯრედების გაყოფა ხდება თუ ულტრაისამისფერი ფოტონი ხდება მცენარეზე, უბრალოდ ხდება მცენარის უჯრედზე, ეს უდრის სიგნალს, რომელიც უზამნის მესიჯს მცენარის უჯრედს, რომ უნდა დაიწყოს გაყოფა მისმა უჯრედმა, და თუ ეს ნაწილაკები ხდება მცენარის ქსოვილში, ისინი შთანთქავენ ამ სიგნალებს, რომლის მიხედვით მცენარის უჯრედებმა უნდა დაიწყონ გაყოფა და მცენარე ხდება. ეს არის იმის მიზეზი, რამაც გამოიწვია ძროხის სიგიჟე 80-იან წლებში. არის სამი მიზეზი ამ ძროხის სიგიჟეს დაავადებისა. პირველი, სპილენძის სინაკლებობა ორგანიზმში. მეორე, რტუტი. ვერცხლისწყალი ბევრია ორგანიზმში და მესამე ამ დაავადებას იწვევს ეს ნანოკრისტალები. ვერცხლისწყალი ატყავებს ნერვულ ქსოვილებს, შლის ნერვული სისტემის დამცავ ქსოვილებს, სპილენძის სინაკლებობა კი აიძულებს ნერვულ ქსოვილებს დაიშალოს ცალკე ნაწილებად. იქ როგორაა ნერვული სისტემა აწყობილიო, ცილები, პრიონი, სპილენძი, ცილები, პრიონი, სპილენძი და ასე. ამდაგვარი ჯაჭვური სისტემით. თქვენ თუ ამოიტანთ სპილენძს, ყველაფერი ინგრევა, ნერვული სისტემა იშლება ნაწილებად და ამდაგვარად უკეთებენ დიაგნოსტიკას ენცეფალოპათიის საქონელში. უბრალოდ ამდაგვარად აკეთებენ საქონლის ენცეფალოპათიას ამდაგვარი გამოკლებებით. როდესაც ითვლიან ცილების და პრიონების რაოდენობას ორგანიზმში. შემდგომ ეს ცილები და პრიონები ცდილობენ აღიდგინონ თავისი თავი, ანუ ნერვული სისტემა. ეს არის ორგანიზმის თვით განკურნება, მაგრამ შიგ ხომ არ არის სპილენძი. თუ სპილენძი აკლია,
თუ ორგანის სპილენძი აკლია, ნერვულ სისტემის აღდგენა არის ძალიან რთული. ამიტომ თუ ორგანის აკლია სპილენძი, ის იღებს სხვა მეტალებს, ძიმე მეტალებს უყვე, ხო და რომელსაც პოულობს ხელქვეშ. ეს არის ბარი და სტრონცი და იწყება ნერვული სისტემის ატყობა, რომელშიც შედის ცილა, პრეონი და ბარი. ეს კი უდრის ანტენას ელექტრომაგნიტური ველების არა, უფრო გასაგებად გეტყვით. ბარი არის ელექტროდენის გამტარი. და როდესაც ბარი ენაცვლება სპილენძს, ის ხდება, ნერვული სისტემა ხდება ელექტრომგზნობიარე. ხომ გამიგეთ ახლა? რადგან ბარი არის ელექტრომაგნიტური ტალღების გამტარი. ესე იგი თქვენ აღიდგენთ ენერგიას, რომელიც გზნობიარეა ელექტრომაგნიტურ ველების მიმართ. თქვენი ნერვული სისტემა ხდება მგზნობიარე ელექტროობის მიმართ. აგრეთვე ნანოკრისტალები სტრონცი და ბარის არიან დეტონატორები. ახალ შექმნილი ნერვები შეიზრდებიან ამ კრისტალში, პიეზო კრისტალებში და ეს ახალ შექმნილი ნერვული სისტემა იქო ახალი წერტილებია და როდესაც ის იღებს სიგნალს, ინტუიტაციო უშვებს ელექტროდენს. ასე რომ თქვენ იღებთ პირდაპირ ცდომას ადამიანის ნერვულ სისტემის მიმართ. არავინ არ იცით, რომ ეს იდენტურია დროხის სიგიჟის ავადმყოფობასთან და სამხედრო სფეროში მაგას იყენებენ რადარების რადიუსის გასაფართოვებლად. მაგის დახმარებით ცას გადაქმნიან ოპტიკურ ლინზებში. ხო, მე გამიკვირდა ძალიან. რაღაც ლინზისებურ დანადგარებს ქმნიან. ისინი მას უწოდებენ გორიზონტალურ პლაზმური ანტენებს, რომლებიც მოძრაობენ თავისით. აგრეთვე მას უწოდებენ ფოკუსურ ლინზებს, იმისთვის რომ მათ შეუძლიათ ითამაშოთ ელექტრო ველთან. ისინი თელ ხაერს გადაქმნიან პლაზმაში და იქნება ველი, რომელიც კონტროლდება ტექნიკური ხელსაწყოებით და შეუძლიათ შემდგომ ეს პლაზმური ელექტრომაგნიტური თუ რაღაც ხო ველი მართონ, სადაც უნდა იქ გადაადგილონ. სიგნალები მართონ. ეს არის რაკეტული ფარის დაცვის ნაწილი. და თუ ასეთ ფარაში შემოიჭრა რაკეტა ან რამე ჭურვი, ის დნება და ფეთქდება. ახლა ჩემთვის გასაგებია, ისრაელს ხომ მქონდა გაკეთებული ამდაგვარი ფარა, რომ ირანელების ჭურვებისგან დაეცვა თავი. ხო, დაყენებული ჰქონდათ ასეთი ფარა. ეს არის სამხედრო სფერო, მაგრამ ამ პლაზმის ზოგი ასპექტები დაკავშირებულია ავადმყოფობებთან და მცდელობებით დაკავშირებულია მცდელობებთან მიიღო წვდომა ნერვულ სისტემასთან, ადამიანის ნერვულ სისტემასთან. ნომერი 2 ეს ალუმინის ოქსიდი და მარგანცოვკა. დეტონატი ბარი და სტრონცი გამოიმუშავდება მრეწველობის განფატავებით 750 სადღაც 600 გრადუსამდე უნდა ვიდეს ტემპერატურა ალის ცეცხლს, რაც იდენტურია ჩვეულებრივი რეაქტორი ძრავების წვის
უბრალოდ ხო რეაქტორი ძრავების წვის ტემპერატურასთან იდენტურია ამ რეაქტორის ძრავების წვის ტემპერატურასთან. ოქსიდი ალუმინით წარმოიშვება გამფატვის ტექნოლოგიით ტემპერატურა 1700 გრადუსამდე ქვეშ 1700 გრადუსის ქვეშ ეს ყომი ეკუთვნება ფორსაჟის ტექნოლოგიას და სამხედროელები ამ ფორსაჟის ტექნოლოგიაში იყენებენ ალუმინის საწვავს ალუმინი ესე იგი დღეს საწვავი უკვე შეიცავს ალუმინის აი ასე გამოიყურებიან ეს ნაწილაკები მიკროსკოპის ქვეშ წარმოიდგინეთ ეს რომ ორგანიზმში მოხდება ამ ნაწილაკების ფორმა გამოიყურება როგორც ვარსკვლავი ხო და ამ ნაწილაკებს აქვს თვისება მიიზიდოს ელექტრონები და დაიკავოს ისინი გვერდით და არ გაუშვა ეს ელექტროდები სტრონცი და ბარი აქტივდება რომ ელექტრონებში შევიდნენ ოქსიდ ალუმინი კი მათ იკავებს მასთან სიახლოვეში თან დიდი ხნით ეს ტექნოლოგია გამოიყენება დაავადებების დროს და თუ ტემპერატურა დაბალია მაგალითად ოქსიდი ალუმინი არ გამოიყენება მარგანეცის ოქსიდი მაპატიეთ მე ხა ქართულად მათი დასახელებები არ მაქვს მაგრამ ზოგი ქართულადაც რუსულადაც ერთია ეს იწვევს სიმპტომებს რომლებიც იდენტურია 100% იდენტურიაო გრიპის სიმპტომებთან და მით უმეტეს ზამთრის თვეებში ჩვენ პოულობთ ამას დიდი რაოდენობით ჰაერში როდესაც ყველა ადამიანები მირბიან ექიმებთან რატომ და გონიათ რომ გრიპით ავადდებიან და უნდათ ვაქცინაციის გავლა გერმანიაში იყო გაყიდული 20 მილიარდი დოზა ვაქცინებისა შარშან და როდესაც მათ ეკითხები თუ რა იციან მაგათმა რომ გრიპით არიან ავად ისინი უყურებენ მხოლოდ სიმპტომებს მაგათმა გამოიკვლია ექსი ადამიანი მოლეკულარულ დონეზე რომ გაერკვია თუ გრიპის ვირუსის რომელმა ტიპმა გამოიწვია ავადმყოფობა მთელი სეზონზე მხოლოდ 6 ადამიანი აქედან გამომდინარე მაგათმა სტატისტიკა შეადგინეს ამ სტატისტიკამ გამოიწვია ისტერია რადგან ეს არაფერთან არ დაკავშირებული გრიპის ვირუსთან და აქედან გამომდინარე რომ გაიქცა ექიმთან მისთვის რომ ვაქცინაცია გაიარო ეს არის თვითმკვლელობა შემდეგი რაც შეიძლება ნახო ეს მორგელონოვის დაავადება მე პირველი ვიდეოს თავში თქვენ მოგიყევით თუ რა არის ეს დაავადება მორგელონების დაავადება ხო იქანია ახსნა ამ დაავადების საწყისში ვიდეოს დასაწყისში თუ გადახედავ თუ გაარკვევ თუ რა შეიცავს ვაქცინა ვაქცინა შედგება ვაქცინა შეიცავს ვერცხლის წყალს შემადგენლობაში შედის მეტალები ვერცხლის წყლიდან დაწყებული სულთა შხამი და თქვენ იწყებთ იმის გაგებაც რომ ამის უკან რაღაც გეგმა დგას ჩვენ ყველაფერი ეს გავიგეთ საქონლის ენცეფალოპათიის პანდემიის სკანდალიდან ადამიანისგან გვარად პერდი ის იყო ფერმერი დიდ ბრიტანეთში რომელსაც ჰქონდა სულთა ბიოლოგიური ფერმა და მან უარი თქვა ვაქცინაციაზე აქ ადამიანების ვაქცინაზე არ მიდის საუბარი მან უარი თქვა თავისი საქონლის ვაქცინაციაზე აქედან გამომდინარე არცეთ მის ცხოველს არ ჰქონდა საქონლის სიგიჟე არც ერთს არ ჭირდა ეს საქონლის სიგიჟე რადგან ვაქცინაცია არ გაუკეთა ვაქცინები არ გაუკეთა ეს იყო ის მომენტი როდესაც მან გამოიღვიძა და 10 თვის შემდეგ ის მოხდა სიმსივნესგან ტვინის სიმსივნესგან აქ უნდა გავიხსენოთ ეს მიკრო ტალღები როგორც იარაღი ამას იყენებენ როდესაც უნდა NASA-ს პრეზენტაციაში ჩვენ გვქონდა ნანომნიშნულები რომლებიც ჭირდებათ იმისთვის რომ გააკონტროლონ ხალხი გაიგონ თუ ისინი სად არიან რაზე ფიქრობენ ხო ისინი ფანტავენო
სპეციალურ ქსოვილებს, რომლებიც თავისთავად თვითონ აღადგენენო ძაფების მაგვარია ის ქსოვილები, ძაფების მაგვარი, რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ ესე იგი გამოიანგარიშონ თითის ანაბეჭდის უბრალოდ სინათლის თითის სინათლის ანაბეჭდი. ხო, მაპატიეთ დავიბენი. იმისთვის რომ გამოიანგარიშონ თითის სინათლის ანაბეჭდი. აქ ფიზიკურ ანაბეჭდზე არა საუბარი. სინათლის ანაბეჭდს იგი წვრილ დონეზე. თქვენი დნმ და ამას ყველაფერს უკეთებენ კონოტაციას სიგნალში, რომელსაც გამოიჭერენ თანამგზავრები დედამიწაზე, სადგურებზე. დედამიწის თანამგზავრები უფრო სწორად თავიანთ სადგურებზე. ეს არის გერმანული პამიდორი, რომელსაც დააწვიმა გერმანიაში. Это в реальном времени. ახალ დროში. Теперь смотрите, что делает Маргеллан. აი ესა Он любит нас. ამას ჭირს Он მარგელონების возбуждается, დაავადება. пытается приблизиться. შეხედეთ? Я не знаю, на что именно Запеби. они реагируют. Возможно, на инфракрасное излучение. შეხედეთ, ეს ძაფები არის მარგელონის დაავადების ამხსნებელი. То есть это фактически мицелий определенного типа ეხლა ამ პამიდორს ჭირს მარგელონების დაავადება. грибка. სოკოს მაგვარი. И этот грибок, во-первых, если вы хотите посмотреть на него, он ძაფები. в воздухе. ნახეთ? Одна нить тут и там. ნახეთ რამდენიმე ძაფი. ეს ძაფები ანათებენ ინფრა ისამისფერ სინათლის ქვეშ. თუ თქვენ აიღებთ წითელ ფანარიკს ან ფარანს, თქვენ შეგიძლიათ ეს ძაფები ნახოთ ჰაერში. ისინი მილიარდობითაა ჰაერში. Не каждую ночь, но время от времени. აი, ამდაგვარად ნახეთ, Можно видеть, как они летают, ეს ყველა მარგელონის დაავადების заражают человеческий организм. ვირუსებია. ძაფები. И у 95 или 99% людей ничего особенного. 95% ადამიანებს არაფერი Просто ჭირს. откладываются где-то, и ваш организм держит популяцию грибка на низком уровне. Они просто работают как ეს ყველაფერი გადაიდებაო ადამიანის ორგანიზმში. ადამიანი 94% ადამიანებისა არ რეაგირებს ამაზე თურმე, მაგრამ ეს ყველაფერი ინახება ორგანიზმში. ეს არის სოკოს ერთ-ერთი ნაირსახეობა. ხომ ხედავთ, რამხელა ძაფები აქვს. ისინი ასრულებენ პლაზმური ანტენის როლს, რომ სიგნალი გააგზავნონ, მაგრამ თქვენ ავადდებით ამათგან. თქვენ ავადდებით, მაგრამ სიმპტომების გარეშე. თქვენ გონიათ, რომ თქვენ არ ხართ ავად. სამდრიგში თქვენ ავადდებით, მაგრამ სიმპტომებს არ გამოხატავთ. თქვენი ორგანიზმი სიმპტომებს არ გამოხატავს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპის მოსახლეობა სადღაც 100%-ით ევროპის მოსახლეობა არის დაავადებული ამ დაავადებით. არა, ეს დიდი პრობლემა არა, ეს არა საშიში. პლუს ის იმას თუ დავუმატებთ, რომ ორგანიზმს შეუძლია მოერიოს ამ დაავადებას, ამ ძაფებს, მაგრამ ზოგი ადამიანი ვერ უკავდება მათ. და თუ ადამიანის ორგანიზმი დასალბებულია, ეს მიცელიები ამ ძაფებს ქვია მიცელიები. ეს არის როგორც გითხარით, სოკოს ერთ-ერთი ნაირსახეობა. და სახელად უწოდებენ მიცელიები. და როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა, ადამიანის ორგანიზმი სლაბდება, ეს მიცელიები იწყებენ ზრდას ადამიანის ორგანიზმში და მრავლდებიან. და რაღაც მომენტში ისინი გამოდიან კანით. გარეთ. კანით გამოდიან გარეთ. ახლა განახევთ მე თქვენ ავამტყობს მიცელიებით. ეს სიმპტომებია. ისაც მიცელიუმი ჭირს. ხო, ეს მარგელოსა მიცელიები ფერებშია. იღებებიან არიან წითელი მიცელიები. მარგელონის დაავადება არის ისამისფერი მარგელონის დაავადება.
არავინ იცის ეს საღებავები საიდან მოდის. ეს საღებავი არის ტექნიკური წარმოშობის. ეს ბუნებრივი სუბსტანცია არ არის. ამ მირცილების ნახვა შეიძლება, როდესაც კანი იხსნება, ახლა ვიგანახებთ. ეს არის ის სოკოს მირცელია, სოკო მირცელია. თვალნალი სიცეცანალის ჩააბარეთ, შეიძლება მიკროსკოპის ქვეშ ნახოთ ისინი. აგრეთვე შეიძლება ისინი ხელოვნურად გაზარდოთ. განახებთ ახლა, აი ეს ხელოვნურად გაზრდილი მირცელიები. რამასია ხო? და თქვენ თუ დააკვირდებითო მაგას, ნახავთ რომ ისინი უფრო რთული წყობის არიანო, ვიდრე ჩვეულებრივი სოკო. შეხედეთ? მათ აქვენ რაღაც ორგანოს მაგვარი აქვენ პატარა წითელი ღეროვანი უდრედები, გამჭვირვალე, რომელიც თვითონ აღდგება და აგრეთვე სხვა სტრუქტურებსაც აღადგენენ. რომლებიც გამოიყურებიან როგორც ორგანოები, რომლებიც უშვებენ სპორებს. მირცელიუმი რაღაც მომენტში ქმნის სოკოს სტრუქტურას, ნაყოფის სხეულს ქმნის და შემდეგ ამ ნაყოფის სხეულიდან არის მოსალოდნელი ამ სპორების გამოსვლა. და კიდევ რა არის შემჩნეული ავადმყოფობისგან, ვინც დაავადებულია ამ მირცელიუმის სოკოთი, არის ამოტანილი წერების კანის ნაგლეჯები. ვიღაცა ამრავლეს ამ წერებს ავადმყოფის სხეულში. ხო, ვიდეოს თავში ხარალდმა ახსენა დაჭერილი მწერები ზახვაჩნენა სიკომე. იმისთვის რომ გავერკვეთ თუ რას ნიშნავს დაჭერილი მწერები, პირველი შეხედვით ეს არის ავადმყოფობა, რომელსაც სჭირდება მკურნალობა. ჩვენ მუშაობდით იმაზე, თუ როგორ უნდა გვემკურნალა ამ ეს მარგელონის დაავადება, ან მარგელონების დაავადება, ბალეს მარგელონов. და ეს ადვილი აღმოჩნდა. თქვენ ბრძოლაც კი არ გჭირდებათ ამ მარგელონის დაავადებასთან. უბრალოდ უნდა აღადგინოთ ჯანმრთელი გარემო ორგანიზმში. უნდა გამოიტანო ეს მჟავე კისლოტები, მძიმე მეტალები. უნდა აღადგინო ღვიძლის ფუნქცია, რომელიც გაღიზიანებულია ვერცხლის წყლით და გაღიზიანებულია კანდიდას გარემოთი. და ეს ხდება ანტიბიოტიკების გამო. იცით რა მინდა გითხრათ? თუ თქვენ ხშირად გაქვს პოლიპები, გერპესი მაგალითად, გერპესით იმის ნიშანია, რომ თქვენ ორგანიზმში არის კანდიდა. ამ შემთხვევაში უბრალოდ მოარიდეთ, არ დალიოთ ტკბილი გაზიანი სასმელები, მოარიდეთ თავი ნამცხრებს ამ ტკბილობას შეძლების გვარად, იმიტომ რომ შეუძლებელია, მე დიაბეტიკი ვარ და მე მივატოვე ტკბილობის ყიდვა, მაგრამ ხომ მაინც ტკბილ შაქარს სიტყვას მე მაიწყებულობ პროდუქტების მეშვეობით, შაქარს ცოტაც მაიწყმარო, იმიტომ რომ სულ ერთ პროდუქტზე ვერ იქნები, ორგანიზმში სჭირდება ყველა პროდუქტი, ხო? მაგრამ მე ვცდილობ ბევრი არ ჭამო ის პროდუქტი, რომელიც იწვევს შაქრის აწევას. ამიტომ შელებითგვარად აშიმშულოთ უნდა ეს კანდიდა. მე გამიქრა ყველანაირი გერპესული მდგომარეობები. კი, ხანდახან გამოიჩენს თავს. სხვათა შორის ენდოკრინოლოგი, ახალგაზრდა ენდოკრინოლოგი, რომელიც ვიდეოს მეუსმენ, მას აქვს ნათქვამი, რომ თუ მას არა ბოდიში ერთ ვიდეოს მოусვინე მე, რომელიც ყვება, თუ თქვენო დაზიანებული გაქვთო ცხვირის ღრუს შიგნიდან, ისე იგი აქ არის კუჭის პრობლემებიო, მაგრამ თუ თქვენ გაღიზიანებული გაქვთ ცხვირის კანი გარედან, ბროხები. და
ეს რა თქმა უნდა რომ მოვყევი მე ახლა გადაღლილი ვარ. ხო, იმის თქმა მინდა რომ გერპესი არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ თქვენში არის კანდიდა, სოკო კანდიდა. ხო, ანტიბიოტიკები ჩვენ სისტემას არ ღვევენ სრულიად, მაგრამ რა ვქნათ? დამჭირდა, როდესაც ანტიბიოტიკი პროცესია, ანტიბიოტიკების გარეშე მე მაგათად გრიპსა თუ ვმკვდები და შიგნის ანტიბიოტიკების გარეშე ვერ იმკურნალებ. ეს ყველა მიცის. და როდესაც ეს შხამები გროვდება ორგანიზმში სხვადასხვა ამ წამლების მიღების შემდეგ ანტიბიოტიკის ჩათვლით თითქოს მარგელონი ეს მიცელიუმი, სოკო მიცელიუმი ცდილობს გადაგვარჩინოს ჩვენ ამ შხამებისგან. თითქოს ცდილობს გადაგვარჩინოს ჩვენ ძიმე მეტალებისგან, ჟავიანობისგან, ის უკეთებს მათ ტონირებას. ამიტომ ჩვენი ორგანიზმი აძლევს უფლებას ამ მიცელიუმის სოკოს ჩვენში გამრავლდეს. სინამდვილეში ეს არ არის დაავადება, რომელიც ჩვენ ინფიცირებას გვიკეთებს ცუდი განსხვავებით. ინფიცირებული ყველაა ამ სოკო მიცელიუმით, მაგრამ იმ ადამიანებში, რომლებშიც ყველაზე მეტი ძიმე მეტალებია, სიამოვნებით მისცემს ეს ორგანიზმი ამ მეცელა სოკოს გაიზარდოს, გამრავლდეს ორგანიზმში და შთანთქოს ყველა ეს მძიმე მეტალები. თუ გვინდა ჩვენ გავიგოთ ის განსხვავები, რომელიც განა ამის უკან, იყო ერთი მამაცი ქალი გარვარჩი, რომელმაც გააიკეთა ქიმიური ანალიზი ამ ქსოვილებისა ნანოლაბორატორიაში. მან წარმოადგინა რიგი ქიმიური ფორმულებისა, მე არ დავასახლებ მას და მან ანალიზება გაუკეთა ცალკე ნივთიერებებს, საღებავებს, რომელიც მან აღმოაჩინა ხაერში. ეს საღებავი აგრეთვე არის ხაერში და უბრალოდ რაღაც მომენტში ეს საღებავი ხდება სოკო მიცელიუმში იმის შემდეგ, როდესაც ის მრავლდება ადამიანის სხეულში. აქ ჩვენ ვახსოვდებით იდეას თვით შეგროვებად ნანო ბოტებთან. ეს რას ნიშნავს? თქვენ ფანტავთ ამ ძაფების ქსოვილებს, ისინი მრავლდებიან, შემდეგ თქვენ ფანტავთ საღებავს და ადამიანის სხეულის შიგ ეს საღებავი და ეს ძაფები გროვდება ერთად სამუშაოდ და ამას უწოდებენ თვით შეგროვებად ნანობოტებს. თუ ჩვენ ამ საღებავის ქიმიურ ფორმულას ავიღებთ და მოვიდებნიოთ გუგლში, მე შევაჩინე, რომ ბერლინში არის ამერიკული კომპანია, რომელიც არის ქალიშვილური კომპანია, რომელიც განლაგებულია ბერლინში. ისინი არიან პატენტების როგორ გითხრათ, დამკავებელი კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუ მათ საიტზე შეხვალთ, ისინი ამაყობენ, რომ ემსახურებიან მედიცინას მაგ სითხებთან ერთად, რომელსაც უწოდებენ კვანტურ წერტილებს ან საღებავებს, აგრეთვე სხვა ლაბორატორიული დანადგარებით ტრანსგუმანიზმის თითქოს გამოსაკვლევად. მათ აქვენ დიდი სია იმ ადამიანებისა, რომლებაც მათი პროდუქცია შეიძინეს. და ამ საღებავებს უშვებს ეს კომპანია თურმე პატარა მილებში აგროვებს და როდესაც ეს საღებავი ხდება ორგანიზმში, ამ საღებავებს აქვს ფუნქცია წაიკითხოს დნმ-ის, ესე იგი როგორ გითხრათ, ინფორმაცია გამოიტანოს დნმ-დან, აგრეთვე ის ეს საღებავები, ამ საღებავებს აქვთ ფუნქცია მაგათმა უნდა შეაგროვონ ჩვენი ინფორმაცია ტვინიდან, თუ ჩვენ რაზე ფიქრობთ და ეს ჩვენ მაგათმა უნდა წაიკითხონ ჩვენი აზრები. დიახ, ამ საღებავებმა უნდა წაიკითხონ ჩვენი აზრები. უყურეთ ახლა რა ხდება. ეს სოკო მიცელიუმი ხოში მოხდება ადამიანის ორგანიზმში. შემდეგ საღებავს რო უშვებენ ხაერში, ეს მიცელიუმი იზიდავს ამ საღებავებს და ეს საღებავები ამ საღებავებს ჩაისუნთქავთ ჩვენ, რადგან მიცელიუმს იზიდავს ამ საღებავებს და ეს შთანთქავს ამ საღებავებს და
ფერადდება. და ამდაგვარად შეიძლება ითქვას, რომ ეს საყვები არიან შპიონები ჩვენ ორგანიზმში. თქვენ შეგიძლიათ ადამიანი გამოიძახოთ, აიძულოთ ის გაბრაზდეს, შემდეგ ეს სიბრაზე წაიკითხოთ, ამ სიბრაზეს გაუკეთოთ ციფროვიზაცია, ანტენაში ჩადოთ ეს ყველაფერი და ეს ანტენა მიმართოთ 100 ადამიანს, რომელიც სიბრაზეს ვერ გრძნობენ. თუ მათ ეს აქვთ ორგანიზმში, ისინი ვერ გადაიტანენ იმავე გამოცდილებას, ამ სიბრაზის გამოცდილებას, ამ სიბრაზის განმეორება და რამიდან მე მოვაწყო არაბული გაზაფხული ადვილია. უბრალოდ დაამატეთ ეს სიბრაზე სისტემაში, ეს მრისხანება სიბრაზე. ეს არის ის შესაძლებლობები, რომელიც გააჩნია ამ დანადგარს, ამ ხელსაწყოს. დაწერილი კითხვა, ესე იგი, ადამიანი რაც ფიქრობს, მაგის კითხვას. შეგიძლიათ ჩაიწერო ადამიანის ემოციები, ფერების მიხედვით შეიძლება გაარჩიოთ თუ რას ნიშნავს. ლურჯი ფერი, ეს ფერია ჩვენი აზროვნების დროს, რომ ესე იგი, ანათებს. წითელი ფერი არის ფერი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ სექსუალობისთვის. ისინი აკონტროლებენ ჩვენ ეგოს, აკონტროლებენ ჩვენ გონებას, ჩვენ სექსუალობას. თუ ისაც აქვთ ეჭვები, იმისა, რომ ეს სისტემა არის მოქმედებაში და გამოიყენება, არის ერთი მსხვერპლი მარგელონობის დაავადებისა ამერიკაში. ის თავის თავს უწოდებს ჯეიმს სმითს და ერთ-ერთი ამდაგვარი პლაზმური კრისტალის ექვსკუთხიანმა ფოტონმა გამოვიდა მას ორგანიზმიდან ნიკაპიდა. მან ის მიკროსკოპში ჩადვა და დაიჭირა მომენტი, როდესაც ის ჯერ იყო სამუშაო მდგომარეობაში. ამ ხელსაწყოს აქვს 6 კუთხიანი ფორმა, მაგრამ მე რო არ ხედავ ეს კუთხიან ფორმას განახლდა ახლა. ხო, ეს კუთხიანი ფორმაო და აქ მე რკინის ნაჭერს ხედა. აგეს შუაში. სწორკუთხიანია. სწორკუთხედიანი უფრო სწორად. შეხედე? იწვება. ნახეთ როგორ იწვება. ის რკინის ნაჭერია, რომელიც იწვება. Теперь есть еще несколько аспектов этой болезни Маргеллонов, которые немного странны. Болеющие испытывают ощущение, как будто насекомые ползают у них. როგორც მე გითხარით, პირველ ვიდეოში არის ამ დაავადების ახსნა, განმარტება. თითქოს რაღაც ხოჭოები, წერები დადიან ჩვენ კანის ქვეშ. ხო, ეს არის ერთ-ერთი სიმპტომი მარგელონების დაავადებისა. იწვევს ვითომ თრუ პარაზიტოს, უბრალოდ თრუ პარაზიტოს. კარგი, მე ბოლომდე არ ჩავალ ამ ვიდეოში, რატომ და მინდა ეს მალე აიტვეთოს და შემდეგ მესამე ნაწილში უკვე იქნება ალბათ შავ ჟიჟაზე საუბარი. ამიტომ ჩქარობ, ბერი არც საინტერესო ყველაფერი მე გადაგითარგმნეთ დროებით, მადლობთ ყურადღებისთვის.